ესეც ასე მეგობრებო, ავჭალაში ვართ ინდივიდუალური მომზადების საფეხბურთო ცენტრ ამერში. თავის მხრივ ამზადებენ ბატონი უჩა, იქეთ არის ბატონი ვოვა და ბატონი ბაჭო. მოდი ახლა ერთი ორი სიტყვით ბატონ უჩასთან მივალ და დავიცნოთ ეს კაი კაცი და თან გვეტყვეს ერთ-ორ სიტყვას. გამარჯობა. მოგესალმებით. აბა ჩასოსიაშვილი. ჩასოსიაშვილი. ეს არის საფეხბურთო სკოლა ამერი 2020, სადაც ასევე მიმდინარეობს ინდივიდუალური მომზადების ცენტრი, რომელსაც გემგზავნებობთ მე უჩასოსიაშვილი და ვოვა ვაშაძე და შესაბამისად თუ იქნება მსურველი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, ყველა შეუძლია მოვიდეს და მიიღოს ამ ცენტრში მონაწილეობა განვითარებაში, სწავლაში, საფეხბურთო უნარების თვისებების გაუმჯობესებაში. ეხლა აქედან ცოტა მოშორებით ცხოვრობ, კახეთის მხარეს ცხოვრობ, მოსკოვის პროსპექტზე და ზუსტად როგორ ვცხარ ლოკაცია? ეს არის ავჭალა 45 საჯარო სკოლის ეზოში. აი ეს 45 საჯარო სკოლა ის ეზოში არის. შესაბამისად მარტივი არის მოსვლა. იგივე მეტროს არაჯიშვილიდან არის შესაძლებელი ადვილად მოვიდეს ერთი გაჩერება სინათლის სტადიონის გვერდით. მდებარეობს ყოფილი საფეხბურთო და ეხლა ამჟამინდელი რეგბის მოედანი არის ჩვენს თემარჯუნები აქედან ბატონო და ძალიან ადვილი მოსაგნებია. ძალიან კაი და აგე ბატონმა გაბრიელმა მოვოდით თუ არაც იყო, მოდი აბა რა გადმოგწეს. ნაპოლის მაიკა. ახარეს. ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. რა გადმოგწეს? ნაპოლის მაიკა და შორტი. მე არის ეს. მე მგონი უკვე გამოცვლილი უნდა იყო. კი, გავიყო ხა. ავაი გას. ძალიან კაი, ნელ-ნელა გადაგიღებ, ხო? რაღაცებს. კი. კარიერა როგორ თუნდაც და მოგიწევს საშუალება რომ ჩვენ შესაძლებ დაიგოს. კი, რა არის, მე როგორც ვატყობ, სკოლები არის, მაგრამ ინფორმაცია არ არის ხალხში. აი, მე მაგალითად ეხლა გაბრიელი დადის დევასთან, როგორც მეკარეს ემზადება, მაგრამ მარტო როგორც მეკარეებს სადავარჯიშებენ ინდივიდუალურად მაგას არ კითხულობენ. ხალხმა არ იცის სად მივიდნენ, რა სკოლები არსებობს, თუ ინდივიდუალურად მოემზადონ, ბავშვები მიიყვანონ. რეალურად ინფორმაციის დეფიციტია, თვითონ განაცენტრების ასეთ ინფორმაციის და გეთახმებით დღევანდელ რეალობაში ცოტა გაშუქების პრობლემა არის რეალურად და კონკრეტულად თუ ვინ ავარჯიშებს, სად ავარჯიშებს, ესეთი საკითხები თუნდაც გამოსაწევი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რა კატეგორიის ხალხი ავარჯიშებენ და ვის აქვს ამის შესაძლებლობა და უნარი რომ ახალგაზრდა ბავშვები განავითარონ. რა თქმა უნდა. კაი, თქვენის ნებართვით ბავშვებსაც შევეკითხები. მოკლედ ძალიან მაგარ გარემოში აღმოჩნდი და ძალიან მიხარია რომ ესეთი ცენტრები მრავლად არის თბილისში და როგორც ვთქვი, თვითონ ინფორმაციის დეფიციტია და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი სად მივიყვანო, ვინ არიან ესეთი ტრენერები, სპეციალისტები და მოკლედ ასე რა და ბიჭებო, შეიძლება დაუმარჩოს. აბა ერთი გაგვეცანი. მე ვარ. მე სოსიაშვილი. სოსიაშვილი. აჰა, შენ ესე იგი მამა შენის შვილი ხარ. ხო, როგორც მითხრა. ნუ ან ძმისშვილი, ან დიშვილი, თუ შვილი ხარ. აი, ეხლა შენ რო გითხარ, რა საკიდან ვარჯიშობ მეთქი და რაღაც, ეხლა ცოტა ესეთი კითხვა იქნება, არ უნდა კითხო, ხო? კაი, რამდენი წლის ხარ? შევხვდები. აპირებ რომ მთელი შენი ცხოვრება მიუძღვნა ფეხბურთს, ხო? კი. სათამაშო რა პოზიცია ეს? ამერში ნახევარდაცვაში თამაშობ. აჰა, შეგენაცვალე. წარმატებას გისურვებ. ძალიან კაი, ნელ-ნელა გაგაცნობთ. სულ რამდენი ხარ ჯერჯერობით? ვათ, ძალიან კაი. ეს ბიჭი გეცნობათ ახლა დარწმუნებული ვარ. ნიკოლოზ, შენ ყველგან ხარ მოკლედ, ხო? აქ როგორ აღმოჩნდა? მან ჩემი არის დიდ გუნდში ამთან ერთად და მომიყვანე. კარგი მასწავლებლები. აი, ეხლა ადადეგები გაქვს ისანში და ინდივიდუალურად განვითარდები, მაგას რა ჯობია, ხო? ძალიან კარგი ვარჯიშობთ. ხო? ძალიან კაი. ეს არ არის. ციყვი, შენ ესე ცალი ხელით აპირებ, ეხა ასკინკილით? რა მაგარი ფორმა გაჩუქეს, ბიჭო, ო. ვაუ,
გამაგარია, გილოცავ. დამენახე. აჰა. ძალიან კაი. განახებ ახლო ხედეთ. ობზანდეთ, შემოუერთდეთ. აქ წერია ყველაფერი, აღიქ მომხვალსეა. სახელწოდებასაც, ასაკსაც და საკონტაქტო ინფორმაციასაც და წავედი ახლა მე იწყებენ. ვარჯიშის ბიჭები და დავაკვირდეთ ამ მაგარ ხალხს. დავიცნობთ. აქედან წარსებული უხრი და ბაზარი ხდება. 1-2 ხუთი მიდის წინ და უკან არანაირად ვერცი. კონტროლი ფუნქცია არ გაგვეცდები. კარგია, ხოჭა. და ეხა ბატონ ვოვასთანაც მივალ ერთ-ორ სიტყვას ვათქმევინებ, ძალიან ხელი არ მინდა რომ შეგიშალო და ეცედაც ყველა გიცნობთ, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა რო გითხრათ ამ მოსამზადებელი ცენტრის შესახებ. ჩვენ დაახლოებით 1 თვეც არ არის, 1 თვე არა. რაც გაიხსნა ეს ცენტრი და იდეა მოთხოვნა. უკვე იმის პირობაზე რომ თან ზაფხულის დაემთხვა და ცოტა დასვენება კიდევა სკოლაში ფეხბურთიდანაც ისვენებენ. ნუ პროფესიონალები არ ისვენებენ ახლა. ძირითადად მაინც ვისაც უნდა მომზადება და ვისაც უნდა რომ უფრო კარგი კონდიციაში მივიდეს გუნდებში. ჩვენ ახლა კონდიციას იმას გულისხმობთ, აქ არის ტექნიკა კოორდინაციაზე საუბარი და არა სიკვდილი და ასე შემდეგ. გუნდში გააკეთებენ და სხვა სპეციალისტებთან. აქ არის ტექნიკაზე ბურთის კონტროლი, სხვადასხვა რამე შედის, ხო, დრიბლინგი შედის, მიღება გადაცემა შედის. ო, ინდივიდუალური რასაც გულისხმობს ყველაფერი თავისთავად. და ფიზიკურ მომზადებაში რაც არის, ეს არის კოორდინაცია. კოორდინაციაში შედის ის ასევე სისტარტე, ბალანსი, თონასობა და ბალანსი. და მენამხედველობითი რეაქციები. თავისთავად. მოქნილობა თავისთავად, ეს არის ფიზიკური თვისებები, რაც ასევე მიდის და ძირითადად ბურთთან ერთადაც მიდის, არა მარტო არასპეციფიური ვარჯიშებია, სპეციფიური ვარჯიშებიც არის ბურთთან ერთად, და ეს ყველაფერი ახლა რასაც ვუყურებთ, კოორდინაცია. ტექნიკა, კოორდინაცია. რასაც ახლა ის პროცესები აკეთებენ. რამდენი საათი გრძელდება ვარჯიში ინდივიდუალურად? ვარჯიშის ხანგრძლივობა არის საათი და 20 წუთი. საათი და 20 წუთი. ეს არის სტანდარტია, მე მაინტერესებს. სტანდარტია თუ აი როგორ უძლებს დაკვირვების მიხედვით? მაგალითად, ჩვენ ვაკეთებთ 4 სადგურს. ხო. 4 მომენტია, რაზეც ვამახვილებ ყურადღებას ერთ ვარჯიშში. თითოეული სადგურზე ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთი, 20 წუთზე მეტი უკვე ზედმეტი არა, ახლა არ არის. აქედან გამომდინარე, ხა არიან რომ საათნახევარი სავარჯიშებენ, არის რომ 1 საათი სავარჯიშებენ. ხო, აი მაგას გულისხმობ, ანუ ძირითადად მაინც უფრო ალბათ ალბათ დაკვირვებით არის სიმაღლეთან მე რასაც აი ეგ იყო ჩემი აკაც გამოცდილება და სხვაგანაც გამოცდილება ისე პერიოდშიც ბავშვებთანაც მიმუშავია გუნდებში და აკადემიებშიც და ინტერნეტთანაც და ეხლა აკაც მიმუშავია სხვა იმაში კლუბში მომზადების ცენტრში და ნუ ჩემი დაკვირვებით ეს არის ოპტიმალური ვარიანტი ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ასე ასაკთან გააქვთ შეზღუდვა რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს ასაკ შეზღუდვა არ არის უბრალოდ შესაბამისი უნარებიდან გამომდინარე ბავშვებს რა უნარები აქვს და ასაკიდან გამომდინარე დგება ჯგუფები აი მაგალითად ის შედარებით ერთად არიან ასაკში ემთხვევიან განვითარებაც ტექნიკური და კოორდინაციაც დაახლოებით ერთნაირი აქვს და დგება მაგის მიხედვით ჯგუფები ეხლა 17-18 წლის ჭაბუკთან ეხლა მაგალითად 6 წლისას ვერ ხო, ნუ ერთ თავისთავად და აი ეს ამის მიხედვით უნარების მიხედვით არის დაყოფილი ჯგუფები. თუმცა შეზღუდული არ არის ეხლა სხვა ჯგუფში იქნება ის 6 წლისები და 7 წლისები ერთ ჯგუფში იქნებიან 16-18 წლისები ერთ ჯგუფში იქნებიან. აჰა, კვირაში რამდენი დღეს ავარჯიშობ? კვირაში ეს არის სურვილისამდე.
აი მაგალითად კვირაში 2 ვარჯიში უნდა ზოგს. ზოგს უნდა კვირაში 3 ვარჯიში. ყავს ახლა ჩვენ რომ მაგალითად ახლა ძალიან და ყოველდღე ვივლიო. ხო, ნუ თავისი შესაბამისად რა. ნუ ესე იგი 2 დღეს მინიმუმ არის როგორც. კი, 2 დღე არის, 2 დღიდან იწყება. 2 დღიდან იწყება. ძალიან კაი. ყოველდღე რა ესეთ კარგად და ლამაზ ადგილას ვართ. აქეთ ხელმარცხნივ რაგბის ბაზაა, ხო? აჰა. ცოტა ხანი ხელი შევუშალეთ, მაგრამ კარგი ადამიანი გაგაცანით, ისედაც მთელი საქართველო იცნობს ამ კაი ხალხს. მისტერ გაბრიელი რაღაცა დღეს როგორც ფეხბურთელი ისე მოერგო ვარჯიშებს, ფორმა აირტყა, ჭუაზე არ არის კაცი რა, მეც მინდა საჩუქრები რა. ციყვი. რა ხდება შენ? არა. ფეხბურთელი გახდი ძმა? აი ეს ტრაპად. მოგეც მაგარ ხალხში გჩითავ რა. ნო. აბა დავიწყეთ ნიკოლოს, ხოჩან, კარგია. კარგია ხოჩან. აი ესე. მოკლე ნაბიჯები ფეხის წვერებზე გადაადგილება. 1 2 დავიწყეთ აბა ნიკოლოს. ხოჩან კარგია. 1 2 კარგია. დაბომოდი. 1 აუცილებლად უნდა ითქვას ბატონი უჩასოსიაშვილის დამსახურება გორის დილასთან 2015 წელს სწორედ მისი მეთაურობით მისი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გორის დილა გახდა საქართველოს ჩემპიონი. თავად უჩა მაგ დროს გახდათ 25 წლის და საფეხბურთო სამყაროში ეს ყველა მიცის და მათ ვინც არ იცით, ამის მერე გეცოდინებათ 25 წლის ასაკში გორის დილა ქვეყნის ჩემპიონი გახდა მისი დამსახურებით. აბა ეცადე, რომ დაბიჯები კი არ გააჩერა. აი რომ მე არ ხარ. ისევ შიდა ნაწილით მიიღო. ისევ შიდა ნაწილით მიიღო. გარეთში გადავაგურე 1 2 1 2 არა უშავს მიზი. კარგია. ისარო. აი ესე კარგი ვიქცეთ. არ უნდა სიჩქარე. დავიწყეთ ერთად. კარგია. აიდა გამოსწორე როგორ ხიალე. ბევრი ახლა ხوارტუზე. ორივე ფეხი როგორ კარგად გამარჯვება. როგორ მარჯვენა ისე მარჯვენა. სამივეს გასაგონო. პარაცია უჩამასწავლებელ და ამიტომ გაიწოლისინე ეს მომენტი რომ ჩვენ აქ როდესაც ვივარჯიშეთ ორივე ფეხზე თანაბრად უნდა ვიმუშაოთ როგორც მარჯვენა ფეხზე ისე მარცხენა ფეხზე რომ თანაბრად გამოვიჩარდეს ორივე ფეხით თამაში როგორც შიდა ნაწილები ისე გარე ნაწილები ისე კერპით თამაში რა ავიდე რომ მარცხენა ფეხი გავაკეთე აბა მიდი ჩავსვათ კარგად დებე საყდენ ფეხს მიაქციე ყურადღება აი, კარგა გავაკეთე. აბა გაბრიელ მიდი. აი, ფეხი გამაგრე. ო, კარგი იყო. კარგი, ანუ. დავიდა. უკეთესი შეიძლება. დაიღალეთ ბიჭებო. გაბრიელ, როგორია, როგორც ფეხბურთელის ვარჯიში? ცუდი? შენ იმიტომ დაიღალე, რომ ახლა ერთი თვეა ფეხი არ გაგინძრევია და. აბა ესენი კი არიან რობოტები, არც დაღლა ეთყობათ, არც ოფლიანები არიან. ესეც ნახე რა ყოჩაღად არის, ესეც როგორ მშრალად არის, შენ გაგდის ოფლი. არა, ეგ ნორმალურია, ციყვი. ერთი თვეა, აბა არაფერს აკეთებ და აღდგენა უნდა ამ ყველაფერს. ახალი სადგური. მივარდი მარჯვენა ფეხით, გავისწორე მარჯვენა ფეხით. მარჯვენა ფეხით მივარდი და გავისწორე მარჯვენა ფეხით. აქ მივარდი. რომელ ხარესაც მინდა იმ ხარეს გავისწორე. მინდა მარჯვნივ გავისწორე და დავარდი და იმ ორ პარტნერაკარში გავიტანე გოლი.
შემიძლია მიწმის შემდგომ მარცხნივ დავიწყო და მარცხენა ფეხით დავარო. ავიგებ ხო? ავიგებ, სადაც დავიწყო. რომელი ფეხით? მარცხენა, მარცხენა იქ მარცხენა დავიწყო. აი ეს ხო დაისწორე მარჯვენა ფეხით. არა უშო. შემდეგი იარკი დემე დავიდა. არა, საწესი მარცხენა მოვაუწყე. დაისწორე. კარგია, გაისწორე სწრაფად. გაისწორე. არა უშო, დავიდა შემდეგი. კარგია, ნიკოლოზ, შეიკანე შუაში, ადგილი კი არა. არა უშო. აკურე პანდიეთი სამფეხები დაგარია ეს. ორი გაისწორე ოჩა კარგია წინ გაისწორე აიღე ოჩა აი ეს შეხედე მოვიდა აი აქ დაიჭი უკი მომეწიები უკი მოვდივარ გავატაკეთებ 1 2 აი როგორც კი გადავწევ მე დაგიძახებ ფერს პანე წითელი ყვითელი ლურჯი რომელ ფერსაც დაგიძახებ სწრაფად იმ ფერს უნდა მოარტყა მაგალითად წითელი და წითელ ფერს უნდა მიარტყა ლურჯი გავიგე ოი აბა წევიდა ხვანცარ აბა დავიწყეთ დავიდა სწრაფად წითელი ობა ეგ არის დაიწყე სწრაფად ლურჯი გადაწყვეტილება აი ჩემი გადახების მერე სწრაფად სვანე არა უშო დაიწყე ოჩა დავიდა განავისწრე ბევრი ძიმაკულების ფერი გააკეთე არა უშო მაგრამ უფრო უნდა მოდესო აი რა გაგიგაცე ხო მოდი ჩვენ მოგიძიო თუ მოძრაობებით მიმართულებით გავისწრაფ გავაკეთო აქ გასაგებია მოგიფარა რა ოკეი აი დავიფარ ნუ მოვაძული აქეთ წამოვედი გავთავისუფლდი ესე იგი ჩვენ რასაც ვაკეთებდით ეს გადავიტანოთ ამ პატარა თამაში მიმართულების წვები მოუბრუნებები თუ მოძრაობები დავიდე ლურჯი მომიტანე ხოლმე ლურჯი სწრაფად გაბრიე წითელი არა უშავს დავიდე ნიკოლო არა ყვითელი აი სწრაფად წითელი აგე დაგავაკეთოთ იცი აი ესე ნახევარ გულში დავდგეთ აი ნახე აი ესე მომეცი რომ აქედან ადვილი იყოს მერე მოგრუნება და მირთვა კარგი მოდი დავდექით ოჰო აი წითელი კარგია ნახევარ გულში დავდგეთ აი ესე კოჩა სვანე ნახე როგორ ჯობია ეხლა ჩვენ ორივე ფეხი რომ დავაუნჯობესოთ ნახევარ გულში თუ ვდგები მომეცი და პასიგებ მარჯვენა ფეხით რომელი ფეხით უნდა დავარყო ანუ ეხლა უნდა დავარყო მარცხენა ფეხით იმიტომ რომ სანამ მე ესე გადმოვა ამაში დრო იკარგება და შესაბამისად შეიძლება წვევა წამართოს ამიტომ ჯობია ნახევარ გულში ვდგევარ ბადლებს პას ერთი და მარცხენა ფეხით ვიღებ უკვე გადაწყვეტილებას ფერიდან გამომდინარე კარგი აბა მოვეძაბე სვანე ოჩა კარგია ნიკოლოზ მივიდა აი მე დაითავე არა შეიძლება რა უნდა ისეთი მოწყობილები უნდა გააკეთო რომ მე გავუშვა სხვა
მაგა რა ზემე დამიფარო მოვაბრუნე და შევაბრუნე შე თავი განთავისებაში თავი დაი ია ყოჩა აი კარგია ნიკოლო კარგია ავარე ბევრი კონტრაობა გააკეთე ბევრი კონტრაობა ისე ვაკეთე აი აბა დავაი დაიცავ, შენ დაიცავ მე ვიღავ. დაბრიელი ოი აი ღალეჯი რა თქვენ პატუცემულო არ გეტყობათ აღლა იმას ოფლი გაზდის ეხლა შეხარ დამცველი ნიკოლო მას აწნევ გაბრიელს აკი აკი მას გაწნევ და შენ ერთ-ერთ ამ ლურსკარში უნდა გაიარო გუთიანი ანუ რა უნდა გააკეთო მომეცი პასი შეიძლება იუდი ვარ უნდა გავიარო უნდა შემიშალო აბა დავიცე ასე არ გასწრაფე არა ორი კარი ხება ისე თოლები მასილობო ორი კარი ხება ამხას არ ყვეთავ დამცველი არ ყვეთავს ამ ავიდა მიეცი ახლა შენ უნეს აი არის ვარკაი თვალა გოლი კარგია უცვალე შენ არ გიწევ ისე ვაკეთ ამოვიღებ არო დაიცავი თავი აი ესე მოგეწონა როგორც ინდივიდუალური ვარჯიში როგორც ფეხბურთში კი ძალიან მომეწონა ძალიან კაია ფორმისის მადლობა გადაუხადოთ ახლა წავედით მე ძალიან მომეწონა ესე ახლოდან და ესე დეტალურად ფეხბურთელების ვარჯიშს პირველად ჩავახუტე ანუ ინდივიდუალურად გულისხმობ თორე გაბრიელს უთან დავდევდა ესე დეტალურად როგორ ავარჯიშებენ ინდივიდუალურად, ეხლა დღეს პირველად ნახე და მომეწონა, თორე ესე გუნდურში ერთი წელია რაც ეს დადის მეც ფეხბურთზე დავდივარ. ჩაოლებურად ფეხბურთელი ვარ. ერთი ამის ვარჯიში არ გავომეტოვებია და ძალიან საინტერესო პროცესია რა. შენ თვალწინ რო იწრთობიან ბავშვები და აი ამ ლეველებს როგორ გადიან, ძალიან მაგარია. მოგლედ ეკუთვნის, თან მით უმეტეს თქვენ როგორი მწვრთნელები ხართ. ვიცი თქვენი ბიოგრაფიები ეკუთვნის რომ ძალიან ბევრი უნდა იყოს აქ და ეკუთვნის განამარტო იმიტომ რომ თქვენ ხართ უბრალოდ იმიტომ რომ სწორ ადგილას აღმოჩენ აი რაც ჩვენ წეგან კადრს მიღმავთ რომ სწორ ადგილას მიიყვანო მშობლებმა რომ მართლა რასაც ქვია ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყო რა
დიდი მადლობა. ციკუ საათ ხარ? მობრძანდით აქ. ეს თავის ტიქიაშია. მოდით აქ, მოდით. მოდით, ეგრე, მოდით, დემე, მოდით, დემე. ეგრე, მოდით, დაბო, მოდით. ბიჭებო, რა უნდა პროცესს ხარჯავთ ახლა თქვენი ძალების? სიმართლე თქვით. 100? შენ ჯიგარ? შენ 50 უნდა თქვა, ცალი ხელი არ გაქვს, მაინც არ დაგიჯერებ. ეგრე, შენ რა უნდა ხარჯავ? 100 ხარჯავ? რამდენი საჭიროა იმის ხარჯვა? თქვენ პატიცემულო. ამა არ დახარჯო. ძალიან მაგარი ხალხის ხელში ხართ, ბიჭებო, ძალიან მაგარი და მე გისურვებთ, რომ მომავალში, აი, ვარსკვლავები რო გახდებით და ძალიან მაგარ კლუბებში იქნებით. მე რაღაცა ერთი მოკრძალებულ ადგილას ერთი ბილეთი, სადღაცა ცოტა თანმხედველობის პრობლემა, მაგრამ ახლოს რო ვიჭდე, რო გიყუროთ რა, რო პატარა მერე მეწავი მარიაჟო, რო ამ ხალხთან მეთქი ახლოს ვარ ნამყოფი ჩახვტებული. მადლობა. წარმატებას გისურვებთ.